თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონ თამარ, დიდი მადლობა ჩართვისთვის. აუცილებლად მინდა ვილაპარაკოთ საქართველოს გარეშე გაფართოების სამიტზე, მაგრამ მანამდე მე მინდა რომ დავიწყოთ იმ თემით, რომელიც ძალიან ხმაურიანი და შეგვიძლია ვთქვათ სკანდალურიც აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სანქცირებული წევრი ჩაწერა ქართულმა ოცნებამ იმ დელეგაციაში, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო ბრიუსელში, სადაც იმართებოდა მორიგი შეხვედრა, ასე ვთქვათ, წლიური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის შორის. ჩვენ დღეს როგორც გავარკვიეთ, ეს იყო ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის არაერთი სახელმწიფოს მხრიდან, სწორედ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო და ის სანქცირებულია ასევე დიდ ბრიტანეთშიც, მათ აქვს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები. ქალბატონ თამარ, რას გეუბნებათ თქვენ ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება? მაკაბოჭორიშვილის უწყებამ დღეს გაავრცელა განცხადება და ბრიუსელს გადააბრალა ისევ პროპაგანდისტულად, რომ ესო მათ გამო ჩაიშალა ეს შეხვედრაო. აი რას ნიშნავდა ჯერ თვითონ ამ შეხვედრის ჩაშლა და მერე იმ პირის ჩასმა დელეგაციაში, ვინც ზუსტად იცი, რომ აპრიორი სანქცირებულია და მას ბრიუსელი არ შეუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე ევროკავშირი. მოგესალმებით თამარ, მადლობა მოწვევისთვის. კი, ეს ინფორმაცია დადასტურდა და რა თქმა უნდა, ახლა ეს რამდენიმე კითხვა დაისვა სხვათა შორის, რომ რასაჭიროა ბრიუსელმა მაინც ვერ გაიგო, რომ ამ რეჟიმს ადამიანის უფლებების დაცვაზე ელაპარაკოს. უბრალოდ მინდა ავხსნა პროცედურა მოკლედ, რომ ეს არ არის, რომ ბრიუსელმა ვერ გაიგო და ევროპაში არ იციან, რომ საქართველოში არც ერთი მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია ფუნდამენტური, მათი არც დასჯა მიმდინარეობს და არც არაფერი პირიქით ასეთ დონის დელეგაციაში სვავენ ამ ადამიანებს, ხო, მაგრამ ფაქტი. არა, ეს ძალიან კარგად იცის ბრიუსელმა. ეს მინდა უბრალოდ უთხრა იმ ქართულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ქუჩაში პროტესტში არიან და ხანდახან რადგანაც პროცედურა არ ესმით, რაღაც ესეთი გულუპულო გონიათ ბრიუსელში ევროპელებს. ეს არის სტრუქტურული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვაზე, რაც საშუალებას აძლევს ბრიუსელს ნებისმიერ ქვეყანას ან ნებისმიერი როგორც უნდა იყოს ეს ავტოკრატული რეჟიმი და აღიარებული ბრიუსელის და მსოფლიოს მიერ ყველას ესაუბრებიან და ეუბნებიან. ანუ ეს არის ნეხეს ერთ-ერთი ფორმა, რომ გააგებინონ, რომ აი თუ თქვენი არაღიარება ხდება, თუ აი თქვენთან მინიმალური არის კონტაქტი ჩვენი, არის აი ამის გამო. და ამის პირდაპირ თქმა ხდება ამ დელეგაციისთვის. ეხლა ქართული მხრიდან ეს რას ნიშნავდა, ხო? ეს ნიშნავდა რა თქმა უნდა იმას, რაც თქვენ აღნიშნეთ, ანუ ყველანაირი საბოტაჟი ევროპელებთან კონტაქტის. ეს არის სრული ფაქტი და ამაზე ხარ არანაირად ევროპელები ტიროს არ დაიწყებენ, იმიტომ რომ ევროპელებს ეს პირველად არ უნახავთ ასეთი საქციელი, ხო, ხა პირველი დიქტატურა ხო მყარდება საქართველოში, გარშემორტყმულია ევროკავშირი მსგავსი რეჟიმებით და იციან, თქვათ იგივე პროპაგანდისტული ბევრი ხერხი, აი ეს ასიმეტრიული ისტორიით ესე მიმდინარეობს ამისი ნიაღვარი მოდის პირდაპირ ქართული მთავრობის დღევანდელი წარმომადგენლებისგან, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს რაც თვითონ აკეთებენ, აბრალებენ იმ პარტნიორს, რომელიც ეუბნება, რომ ეს არ არის ღირსეული ისეთი მთავრობის საქციელი, რომელიც თავის ხალხს ესე ხალხს დემოკრატიაზე გაქვთ პრეტენზია და ამ დროს თავის ხალხს ესე ექცევა. მეტი სხვას არაფერს არ ეუბნება ბრიუსელი. ხა ჩვენ რომ ალბათ რას რეკომენდაციები არ შეასრულა, არანაირი რეკომენდაცია არ არის. სხვათა შორის ეს არის იმ ელემენტარული ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარი მოსახლეობისა, ვინც აგირჩია და ვინც ხელფას გიხდის. მოჩა. კი ბატონო, და ეს შანტაჟის ენით საუბარი გონია ბიძინა ივანიშვილს, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს მისი მოქმედებებიდან, რომ შანტაჟის ენით საუბარი ბოლო-ბოლო გაჭრის ევროპელებზე და ისინი იძულებულები გახდებიან რაღაც ტიპის დიალოგი გახსნან ქართულ ოცნებასთან. ფიქრობთ, ქალბატონ თამარ, რომ ამას მოახერხებს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, აი ამგვარი ფორმებით რაღაცნაირად წამოიყვანოს ევროკავშირი შეერთებულ შტატებთანაც იგივე ცდილობს, მაგრამ ევროკავშირი წამოიყვანოს დიალოგზე? ხო, ну, ევროკავშირი ძალიან თავხედებიან, იმიტომ რომ
თვლიან ესეც რაღაცას რა უყურებენ რაც აკეთებს ორბანი და ფიქრობენ რომ ეხლა ეს ევროკავშირში არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები მაგრამ ჩვენ მოდი ამათ კონდიციონალურ უწყება მივაყენოთ ვეთანხმდეთ იმიტომ რომ ვიცით რომ ორბანი რაღაცა საერთო მასიური სანქციების პაკეტი რომ იყოს დაბლოკავს ხო და ნაკლებად ეთანხმდებიან იგივე ამერიკელებს ან ბრიტანელებს აი ტონი არ აქვს იგივე მაგრამ საქმე ერთი და იგივე ეს არის რაც თქვენ ამბობთ სამაგეროდ პასუხი ყოველდღიურად აქვს ევროკავშირისგან რომ ეს ასე არ მოხდება აი მაგალითად გუშინ ფორუმის დასასრულზე მე ვერ მოვახერხე გადამეხედა ქართული პროგრამების ეს ფორუმის დასასრული უკვე იყო თითქმის როდესაც ერთმა ქართულმა ახალგაზრდამ დასვა კითხვა და ჯერ სანამ ამ კითხვაზე ვიტყოდი მინდა თქვა რომ არ იყო ოფიციალური საქართველოს წარმომადგენელი ამ ფორუმზე იყო ყველა პრემიერ-მინისტრი ალბანეთის სერბეთის პარლამენტის პრეზიდენტი და ასე შემდეგ ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობა იყო 9 სხვა კანდიდატი ქვეყნიდან და აბსოლუტურად არავინ ქართული ოფიციალური მხრიდან ეს ფაქტია მაგრამ საქართველოს იყო ძალიან წარმოდგენილი ანუ ძალიან ბევრი ქართველები ვიყავით იმდენად ბევრი რომ უკვე მიხვდნენ რომ მარტო ქართველები შევდით კითხვებს ამიტომ იქ რაღაც 10 ქვეყნის უმაღლესი პირები იყვნენ მიწვეულები და ცდილობდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც აქტიურად მათ ხოვდნენ კითხვის დასმას იმიტომ რომ ხოთ ქართველები აქტიურობდით ეს ისე რომ გითხრათ და ბოლოს მაინც დღის ბოლოს ერთ ახალგაზრდა ქართველ ახალგაზრდას მისეს სიტყვა და მან დასვა დაახლოებით იგივე შეკითხვა რაც მანამდე გაჟღერდა ფორუმის დასაწყისში და ამ შემთხვევაში უპასუხეს რომ ნუ იგი რადგან ახალგაზრდა იყო და თქვა რომ მისი თანატოლები საქართველოში ასობით მის თანატოლის მტრევალი წვაც ემახდება რეჟიმის მიერ ესა მისი თანატოლები საკუთარი თაობისთვის ახალი თაობისთვის ევროპული მომავლისთვის იბრძვია 357 თუ 16 დღეა და თქვენ რას გვიპასუხებთ ჩვენ ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო იყო მაკალისტერმა უპასუხა ამაზე პირდაპირ და გულღიად და ის სწორედ მაკალისტერის პასუხია ძალიან არ ვიცი თუ არის ამის ვიდეო ამ ფორუმის გვერდზე ძალიან საინტერესო თქვენ თვითონაც ალბათ მოусმენთ ასე უპასუხა მაკალისტერმა თქვენო პირდაპირ ახალგაზრდაო მიმართა თქვენ თაობასო რომ მომავალი არ დაეღუპოს მაგიტომ არ ამოვიღეთო საქართველოს გაფართოების მთლიანი პროექტიდან არც ამოვიღებთო თქვენ ყოველთვის დაგელოდებითო რომ შემოხვიდეთო ჩვენთანო და თქვენს კორუმპირებულ კრეპტოკრატიულ და ქურდბაცაც ასე თქვა რეჟიმსო ჩვენო ხელს არ ჩამოვართმევთო აი ეს სიტყვები ახსენა აი ცით რა არის ფაქტი რომ თქვენთვის ღია არის დილითაც თქვენს ამ ფორუმზე სხვა მაღალმა წარმომადგენლებმა მაგრამ აი რეჟიმის ახასიათება რომ ახსენა ჩვენ მათ ხელს არ ჩამოვართმევთ და საერთოდ არ დაველაპარაკებით და არც არანაირი კონტაქტში არ შევალთო ეს იყო ძალიან ასე როგორ გითხრათ ჩემთვის იყო გასაკვირი იმიტომ რომ არანაირი დიპლომატიური რაღაცა ესეთი ის არ იყო ამ შემთხვევაში იყო უბრალოდ ახასიათება რეჟიმის როგორ უყურებს ევროკავშირი ამ რეჟიმს აი ამას კეთროვანი გახდა თამარ ჩვენ ამას ვხედავთ ქართული ოცნების რეჟიმი და რაც მთავარია ხო არანაირი მცდელობა ალბათ არც იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ წინასწარმართან ვსაუბრობდით ზუსტად იმ ნაბიჯებზე როგორ ასრულებს ივანიშვილი ესე პუნქტობრივად ძალიან მიზანმიმართულად მართლა გეგმაზომიერად ძალიან თანმიმდევრულად რუსულ გეგმას თავის ნეიტრალიტეტის გამოცხადების პერსპექტივით ალბათ უახლოეს მომავალში და თავის ვთქვათ იმ ეგრეთ წოდებული კომისიის დასკვნით რომელიც თეა წულუკიანმა წარმოადგინა ხო ეს სხვა არაფერია თუ არა საქართველოს დაშლის გეგმა იმის აღიარება უკვე ოფიციალურ დონეზე რომ თურმე ჩვენს ქვეყანაში ომი საქართველოს დაიწყო მაგრამ ჩვენ ხედავთ ძალიან კარგად ხალბატონ თამარ რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აი მართლაც ასე ძალიან მკაფიოდ მიჯნავენ ივანიშვილის რეჟიმს და საქართველოს მოქალაქეებს იმიტომ რომ აქ უკვე 1 წელია ბრძოლა არ წყდება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენ ნახეთ რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს დარჩენილი მხოლოდ ფურცელზე ისევე როგორც რაც თქვენ ახსენეთ ახლა გაფართოების ფორუმიდან ასე შეიძლება de facto არ ვართ ჯერ ამოვარდნილი, მაგრამ პრაქტიკულადაც იქ არ ვიყავით ჩვენ წარმოდგენილები. ხო, აი გაგრძელება როგორ გესახებათ, რა არის შანსი, რა არის პერსპექტივა, რომ ეს ქვეყანა კიდევ დაბრუნდეს იმ მიმართულებით, საითაც არის ჩვენი მრავალი ასწლეულის ოცნება. ხო, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, იმიტომ რომ როდესაც აი მაგალითად იგივე
მეც ემიგრანტი ვარ, ხო, მაგრამ რა თქმა უნდა სხვა ემიგრანტებთან შედარებით შეიძლება მე მაქვს და ყოველთვის მქონდა ჩამოსვლის უფლება, როცა მომდებოდა ესე 4 წელიწადში ერთხელაც შემიძლია, მაგრამ აი მასიურად 99% ემიგრანტებს ესე არ არის და აი ამ ემიგრანტებთან დაკავშირებითაც მიღებული ზომები რომ რუსეთიდან მოდის და დღეს კონტექსტში პოლიტიკურად თავრობას ჩვენთან არ ჭირდება, ესა ძალიან ნათელი მაგალითია, რომ რუსეთისგან იყო ეგ ნათქვამი, იმიტომ რომ დუგინი რომ იგივეს გაიმეორებს ასეთ შენა ვაფშე ემიგრანტებზე, ქართველებზე, უკვე მართლა რუსული რეჟიმი ხარ ხა, ამას უკვე არანაირი ცოდნა არ ჭირდება არაფრის, ხო? ამიტომ ეს სწორედ ამას რო უყურებენ ევროპელები ეხლა ქმნის ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის ფარს, ხო? და ხედავენ, რომ როგორი ახალი ტიპის ომი მიმდინარეობს დემოკრატიებზე. და ამ ტიპის ომი საქართველოში არის უკვე წარმატებულად განხორციელებული რუსეთის მიერ. დიდ წარმატებას აღწევს რუსეთი საქართველოში. ქართველი ადამიანები, ქართული გვარის და სახელის ადამიანები აკეთებენ იმ საქმეს, რაც ტანკით ვერ გააკეთა რუსეთმა 2008 წელს. ამას აკეთებენ ქართველები და სხვათა შორის აი მე ვისთანაც გავიზარდე, ვისთანაც ერთად ვისწავლე უნივერსიტეტში, ანუ გაუნათლებლები რომ ვერ იტყვი, ისეთი ადამიანებიც ამ რეჟიმის მსახურში არიან და სწორედ ეს არის, რომ და გახლიჩეს საქართველო და ისეთი ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, რომლებიც მაგალითად მე ჩემი უნივერსიტეტის მეგობრები იყვნენ მაშინ, ეს ადამიანები პატრიოტიზმზე მელაპარაკებოდნენ, დღესაც რო დაელაპარაკო, ალბათ სადღეგრძელოს ჩემზე კარგად იტყვის, მაგრამ ქართული სახელმწიფოს დაშლაში მონაწილეობენ საკუთარი კორუფციის გამო, საკუთარი ასე ვთქვათ სამსახურების გამო და იმის გამო ალბათ, რომ ეს სამსახურები არ ეკუთვნოდათ, მაგრამ აი ამ რეჟიმში აქვს, სადაც პრეზიდენტსაც არ აქვს ხო განათლება. აი ეს მასა ქართველი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მონაწილეობს რუსული საქმის გაკეთებაში და საბოლოოდ რო უხსნის ვინმე რომ ამ ადამიანებს სხვადასხვა კონტექსტში ოჯახური მეგობრული თუ ნასობური სტრესში რომ იცი რომ შენი შვილების და შვილიშვილებისთვის აკეთებ ამას, ხელს გიკრავენ და გეუბნებიან რომ ხა ეს რაღაცებს ბოდავს, სინამდვილეში სადღეგრძელოში დარჩა მხოლოდ მათი ქართველობა. და ეს მიაღწია რუსეთმა ძალიან დიდ წარმატებას აღწევს და რო დაუბრუნდე დემოკრატიის ფართან ევროკავშირმა ნახა რომ ეს არის საქართველოს ტესტის ადგილი, აი საქართველოში ტესტებოდა სამხედრო ინტერვენციები დაშლა, სეპარატიზმი და შემდეგ ვრცელდებოდა უკრაინაზე და სხვა ქვეყნებზე რუსეთის მიერ და იგივე ბალტიისპირის ქვეყნებზე. ეხლა უკვე ტესტება სხვა ტიპის ომი და ნახეთ როგორ დიდ წარმატებას აღწევს, ანუ უკვე ევროკავშირი ამას ხედავს და ხვდება რომ ეს მალე შემოუტევს ევროკავშირს და ბევრი ინიციატივა ამის მხრივ იქნება. საუბედურება ის არის რომ ამასობაში საქართველო ნადგურდება და ეგ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი არის სწორედ ეს თემა რაც თქვენ ახსენეთ. ეხლა უკარო დავბრუნდეთ როგორ მესახება. ევროკავშირს მაგალითად ურჩევნია და საქართველოსაც უნდა ერჩინოს, სხვათა შორის ოცნების მომხრეებსაც უნდა ერჩინოს, რომ რასაც ევროკავშირი დღესაც ისე მომეორებს ოცნებას, რომ თქვენვე მოტრიალდით, დასხედით თქვენ მოსახლეობასთან, აი იმ ოპოზიციასთან გამოვუშვით ჯერ ისინი ციხიდან, გამოვუშვით ყველა სინდისისა და პოლიტიკური პატიმარი, შეძელით თქვენი ქვეყნის ინტერესების, სახელმწიფოს ინტერესების გამო დასხდეთ ამ ოპოზიციასთან და თქვათ, რომ ეხლა თქვენ ამ კრიზისს ამთავრებთ. და ამთავრებთ ერთად. პასუხისმგებლობა არის თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ მართავთ ქვეყანას de facto და თქვენ ხელში არის პოლიცია, თქვენ ხელშია ჯარი, თქვენ ხელშია ფული, თქვენ ხელშია ყველაფერი, ყველანაირი რესურსი. ამიტომ პასუხისმგებლობას ვერ გადააბრალებთ ოპოზიციას. შეიძლება ბევრი ადამიანი ამბობდეს საქართველოში, რომ ოპოზიცია არ ვარგა. ყველანი ერთად ოპოზიციის ან ნაწილი ოპოზიციის სხვადასხვა, მაგრამ პასუხისმგებლობა დღეს საქართველოს დაღუპვაზე არის მხოლოდ ქართული ოცნების ხელში, იმიტომ რომ მათ უჭირავთ მმართველობა. ანუ მათ უნდა გადადგან სახელმწიფო ნაბიჯი და თუ აქამდე ასე იქცეოდნენ, დღესაც აქვს შანსი დასხდნენ, გააკეთონ რა? ანუ გამოუშვენ ყველა პატიმარი, დასხდნენ პოლიტიკურ პარტიებთან, არა გააუქმონ ისინი, მათთან ერთად დასხდნენ და უთხრან, ჩვენ დღეს გაძლევთ უფლებას, ჩავატაროთ არჩევნები, ოღონდ ისეთი, რასაც თქვენ ცენდობით და ენდობა ასევე ქართული მოსახლეობა. ანუ რა, გავაუქმოთ ის
სხვადასხვა შეზღუდვები, რაც დავაწესეთ, ამდენი და მოვიწვიოთ ის ევროპელები თუ ის რა ვიცი, ვინ იქნება საერთაშორისო ორგანიზმები, რომლებიც ამას ჩაატარებენ და რომლებიც იტყვიან, რომ დიახ, მართლა ისე ჩატარდა კონკურენტულად. და აი ასე გავფანდოთ ეს თქვათ კრიზისი საერთოდ მაგრამ ეს არის საუკეთესო ვერსია საუკეთესო იქნებოდა ახედან დაანახოთ წარმოუდგენელი ნამდვილად ივანიშვილის პირობებში წარმოუდგენელია და ამიტომ ეს უკვე ხალხი რჩება შემდეგ უკვე რჩება ქართული ხალხის ხელში საკუთარი ბედი ამას ახლა ევროკავშირი ამბობს იმიტომ რომ ეს იქნებოდა საუკეთესო გზა მართლაც ევროპული ნაბიჯი იქნებოდა ქართული εθნიკისგან მაგრამ რადგანაც არ არის გამოსავალი ამ ხრივ და პირიქით აი დელეგაციებშიც კი სვავენ ისეთ სანქცირებულ ადამიანებს რომლებსაც პირიქით თვითონ უნდა ისინი გამოიკვლიონ იმიტომ რომ ევროპაშუა მათ უთხრა მათ ადამიანის უფლებები და დასაჯონ ხო ანუ ეს აი ამ დისონანსში ვარ და აქ უკვე ქართველი ხალხი არის მთავარი მოქმედი გმირი რომელსაც ყოველდღიურად აჯერებს ქართული ოცნება რომ შენ არაფერი არ ახარ შენ არცად ხმის უფლებას არ მოგცემ ქართულს და გიუქმებ ალბათ შემდეგ რა ვიცი საერთოდ გავაუქმებ როგორც სახელმწიფოს და შეგვერთებენ ალბათ ოსეთთან და აფხაზეთთან შეიძლება ესეთი ნახეთ ოსეთზე ვამბობ არ ვიცი აი ესეთი მიმდინარეობს ეს პოლიტიკა და აქ უკვე ქართველი ხალხი რომელიც სინამდვილეში მართლა არის საქართველოს პატრონი და არა ერთი ოლიგარქი ქართველი ხალხის მოედანზე არის ბურთი ასე თქვა რთულია მაგრამ ასეა ხო, თორემ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად უნდა რომ ამ ქვეყანაში არა მხოლოდ არჩევნები, პოლიტიკური პარტიები გააუქმოს, არამედ არჩევნებზე მისვლის უფლება მისცეს მხოლოდ იმას, ვინც აი ამ ალბათ ბიულეტენზე ერთი ქართული ოცნება დარჩება და მარტო იმას რო შემოხაზავს, აი მარტო თქვენ მიდით არჩევნებზე, პრინციპში ამას ამბობს, ხო, ბიძინა ივანიშვილი ეს არის შექმნიან თავის მსგავს პარტიებს, ჯერ ყავთ ალბათ 1-2 უკვე და რაღაცებს შექმნიან, მაგრამ ეს არის მასკარადი და ამაში ევროკავშირი ნამდვილად არის მონაწილეობს. არნაირად არ ჭირდებათ ახლა რაღაცა მასკარადების გაფორმება, გუშინ ნათლად უთხრეს, რომ ჩვენ ხელს არც არ ჩამოგართმევთო და ამას ეუბნებიან პირში, საჯაროდ, სულ ასე არის, იმიტომ რომ ოდესაც შენი საკუთარი ხალხის რეპრესიებში, განადგურებაში, გადასახლებაში, ქვეყნიდან გაგდებაში შენ ხარ თავარი დამნაშავე. შენ ევროპელები, რომლებიც პირიქითაც საკუთარი ხალხის ასე თქვა ინტერესებს უზრუნავენ და ამით იწონებენ თავს შენ არ ჩამოგართმევენ ხალხს რა თქმა უნდა